გამარჯობა, რადიომედის დღის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას და სტუდიაში ჩვენ ანალიტიკოს ბატონ გიაბაშიძის მასპინძელ გამარჯობა. მოგესალმებით. მადლობა სულ მადლობა თქვენ. ბატონ გია, უახლოეს რამდენიმე საათია, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩაფრინდა. ევროპის ამ ქვეყნის წარმომადგენლის ეს ჟესტიც მრავლის მთქმელია, თუმცა მისგან მსგავსი თავარი პოლიტიკური განცხადებები და ნაბიჯები უჩვეულო არ არის. მაგრამ მე ამ პირველ კითხვაში ბევრ ფაქტორს გავაერთიანებ იმისთვის, რომ ანალიზის სახით შემოგთავაზოთ თქვენი პასუხი. ჩვენ ვიცით ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივა, რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკება, მე ამ მოლაპარაკების შედეგების გაცნობა უკრაინისთვის, მე ამ შეფასებით ნაწილში ევროპის ჩართულობა და მოკლედ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მოსკოვის თემატიკა კიდევ უფრო აქტუალურია და ამერიკის ინტერესი სულ უფრო მკვეთრი ხდება, რომ რაღაცა შედეგებს მიაღწიონ, მაგრამ რა, როგორ და რის ფასად ეს ცალკე საკითხია და როგორ იქნება საბოლოო შეთანხმება. უბრალოდ ამ მოცემულობაში და ამ პროცესების ფონზე უნგრეთის პრეზიდენტი ჩადის რუსეთში. მე მინდა მისი განცხადება წავიკითხო, სადაც ამბობს, რომ განაცხადა, რომ ომის გამო მოსკოვში ჩასვლა რთულია და შემოვლით ჩავიდა, ნუკოვოს აეროპორტში დაეშვა, როგორც იქაური მედია იტყობინება, მაგრამ ამბობს, რომ პროცესები ევროპაში მიმდინარეობს სერიოზული ბრძოლების ფონზე, დიდი რყევების ფონზე და ფასები სტაბილურად იზრდება, რაც ეკონომიკაზე და რიგით ადამიანებზე ევროპაში ძალიან ნეგატიურად მოქმედებს. ამჟამად უნგრეთს ევროპაში ენერგომატარებლებს ყველაზე დაბალი ფასები აქვს, ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ გვაქვს უწონა იაპონურ ნავთობსა და გაზზე, რომლებიც იაფია საერთაშორისო ფასებთან შედარებით. ხო, ორბანი. ეს არის მისი ამ ვიზიტის ეკონომიკური ნაწილი. თუმცა პოლიტიკური გასაგებია რაც ახლავს და მესამე გასაგებია, რომ ის ცდილობს რუსეთსა და ამერიკას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში, თუნდაც ევროპა წარმოადგინოს რაღაც დონეზე. მაგრამ მისი ეს ჩასვლა ძალიან ბევრი რამის მთქმელია. და კიდევ უფრო ნათელი მაგალითია იმისა, როგორ ცდილობს ეკონომიკური სეგმენტის გამყარებას, თუნდაც პოლიტიკური ასეთი ნაბიჯების ფასად. ამ ადამიანის ვიზიტი და ის ფონი, რაც მე დავახასიათე, ძალიან მრავლის მთქმელია და დღევანდელ რეალობას გარე ფაქტორებს მკვეთრად გვიჩვენებს. აი ამ მოცემულობიდან გამომდინარე, შეიძლება გითხარით, როგორ ხედავთ უახლოესი პერიოდისთვის პროცესების განვითარების ვარიაციას და თუნდაც უკრაინაში მიმდინარე პროცესების საბოლოო დასრულების რა შესაძლებლობას ხედავთ ისეთ, რომელიც მისაღები იქნება ევროპისთვის, რომელიც დღეს ამბობს, რომ ომი უნდა განაგრძელდეს და არ გავჩერდეთ. იმიტომ რომ აი ამ ყველაფრის ერთობლიობა შემდეგ უკვე ჩვენი გარესამყაროსთან ურთიერთობის ჩარჩოს მოგვიხაზებს და მოგწევს. მივესალმები რადიო იმედის აუდიტორიას. ნამდვილად საინტერესო პროცესები ვითარდება ონლაინ რეჟიმში და იცვლება პერიოდულად საათიდან საათამდე. ჩვენ და ყველამ კარგად იცის, რომ ტრამპის უმთავრესი მოკავშირე ევროკავშირში არის ვიქტორ ორბანი და ამას ის ხაზგასმით ამბობს და არაერთხელ უთქვამს, რომ ევროკავშირში ერთადერთი ტელეფონის ნომერია, რომელიც იცის მან, რომ დაურეკოს ვიქტორ ორბანს. უნგრეთის პრემიერი რამდენიმე დღის წინათ იმყოფებოდა მისი ქვეყნისთვის საკმაოდ ტრიუმფალური შედეგებით, ვიზიტის შედეგებით ამერიკაში, სადაც მან მიიღო ერთგვარი გამონაკლისი, გნებავთ ინდულგენცია, გნებავთ მეგობრული ჟესტი ტრამპისგან, რომ ის არ დაასანქცირებს უნგრეთს იმის გამო, რომ რუსეთის ენერგორესურსებს იღებს და ამის ახსნა იყო, ასე ვთქვათ, ვერ შეედავები უნგრეთის გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე. მას არ აქვს საზღვაო პორტი, რომ მიიღოს, ვთქვათ, ალტერნატიული ამერიკული გათხევადებული გაზი და ასე შემდეგ. შესაბამისად, იმის გამო, რომ ორბანი საკმაოდ დაპირისპირებულია რიგ მიზეზთა გამო და საკითხების გამო ბრიუსელთან, მან გადაწყვიტა, რომ ეს შესაძლებლობა ახლა გამოიყენოს და მას აქვს კიდევ ერთი ეკონომიკური მადგენელიც. ერთი დღით ადრე ვიქტორ ორბანი იყო სერბეთში, შეხვდა პრეზიდენტ ვუჩიჩს. სადაც უთხრა მას, რომ ვიცი ახლა რომ ზამთრის პირობებში გიჭირთ
და ამიტომ მე რაც კი ენერგორესურსები მექნება, ყველაფერს გაგიზიარებთ ძმურად და მეგობრულად. გასცადენი მათ აქვთ საერთო ნავთობსადენი მშენებლობის პროცესშია, შესაბამისად არ გამოვრიცხოთ, რომ ზუსტად ახლა ზამთრის პერიოდში სერბეთი რომ მომარაგდეს იაფი რუსული გაზით და უნგრეთის მეშვეობით, ამისთვის არის ჩასული და ასევე როგორც ვახსენეთ, ტრამპი და ურბანი, ასე ვთქვათ, მტკიცე მოკავშირეები არიან და ერთგვარი შუამავალი იყოს, დამატებითი შუამავალი იყოს პუტინთან ურთიერთობის, იქიდან გამომდინარე, რომ თავად პუტინის პრეზიდენტმა პესკოვმა განაცხადა, რომ მათ უკვე ოფიციალური გზებით მიიღეს ამერიკის ეს 28 პუნქტიანი, აღარ გვახსოვს უკვე იმდენი ვერსია იყო თუ 24 პუნქტიანი ამერიკის სამშვიდობო გეგმის ოფიციალური ვერსია კრემლში მიღებულია, განიხილავენ ზუსტად ამ დროს ჩადის ვიტკოფამდე გაცილებით ადრე ორბანი, ხო? ძალიან ბევრ საკითხზე ეს მიანიშნებს. ამავე დროს ჩვენ ვხედავთ საკმაოდ ეს თქვათ ტრაგიკომიკურ ონლაინ ვითარებას, რაც ხდება ვაშინგტონსა და ევროპას შორის. და ნუ საკმაოდ ასეთ სენსაციური, ერთ-ერთი სენსაციური, ბევრი იყო სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა გუშინ ნიუ-იორკ ტაიმსმა, დემოკრატების, ლიბერალების ერთ-ერთმა თქვათ აპოლოგეტმა, სადაც არის ნათქვამი, რომ ტრამპის სამშვიდობო გეგმა ბერლინმა არ იცოდა და კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა დილით გაზეთებს რო ეცნობოდა, იქიდან წაგაიგო და რაღაცა იცოდნენ ევროპელებმა გეგმის შესახებ, მაგრამ კონკრეტიკაზე კონსულტაციები არ ყოფილა მერცის გუნდსა და ტრამპს შორის. გესმით ეს რაზეა ლაპარაკი, ესე იგი გერმანია ევროპაში იყო ერთ-ერთი მთავარი ფორპოსტი, ბრიტანეთი რა თქმა უნდა უწინარესი იყო, იყოზე ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ და არა აწყოზე, ხო? და ამიტომ ასე ვთქვათ კონსულტაცია არ გამხდარა ბერლინსა და ვაშინგტონს შორის ასეთ მნიშვნელოვან კონფლიქტზე, რომელიც ევროკავშირის საზღვრებთანაა, უკრაინაზე არის ლაპარაკი. ეს ნიშნავს იმას, რომ ესე იგი არაფრად არ აგდებს ტრამპის ადმინისტრაცია ამ ევრობიუროკრატიას და ასე შემდეგ. ისიც ხო ნახეთ, კიდევ ერთ-ერთი სენსაციური, ნუ უკვე აღარ არის გასაკვირი სენსაციური, რომ ამ თემაზე მარკო რუბიო არ ელაპარაკება, არ ხვდება კაია კალას, ხო? და შესაბამისად მერე უკვე აი ეს კიდევ ერთი ახალი სკანდალი, რომელიც ვიტკოფ გეითი დაერქვა, ხო, როდესაც ეს სატელეფონო საუბრები ვიტკოფსა და უშაკოვს შორის და უშაკოვსა და დმიტრიევს შორის WhatsApp-ის მეშვეობით მოსმენილი იყო ჩაწერილი და გავრცელებული Bloomberg-ის მიერ. ოღონდ აქ თავარი ის კი არ არის, რომ რომელიმე მხარემ თქვა, რომ ფაბრიკაცია არის და fake news-ი. არა, რუსეთმაც აღიარა, ტრამპმაც აღიარა, აბა რა გონიათო, ვიტკოფი არისო რუსეთი რომ მიყიდოსო უკრაინასო და უკრაინა რუსეთსო. ეს არის დილმეიკერი, ანუ გაარიგებების დამდებლის ფუნქცია ეს არის. ნუ გესმით რაზეა ლაპარაკი? ხო და აი ამ გარიგებების რომ დაალაგდეს, მილაგდეს, მოლაგდეს, ტრამპი იყენებს ყველა საშუალებას, მათ შორის არ გამოვრიცხოთ, რაც თავიდან თქვით, ორბანის სახით. იმიტომ რომ ორბანი მიღებულია მოსკოვში, არა იმიტომ რომ პრორუსული არა, როგორც მას ნეოლიბერალები ეძახიან, იმიტომ რომ მას პრაგმატული პოლიტიკა აქვს და სურს რუსეთთან დაალაგოს ურთიერთობა და ასე ვთქვათ, არ არიან ასე ვთქვათ პარტნიორები სტრატეგიული, მაგრამ იყოს ახლო ურთიერთობა, მათ შორის უწინარესად ეკონომიკური, ენერგეტიკული ინტერესებიდან გამომდინარე. აქ კიდე ამ უკრაინის თემაზე ასევე წამოტივტივდა ჩვენ ვნახეთ თურქეთის როლიც. ერდოღანსა და პუტინს შორის იყო სატელეფონო საუბარი რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ რაც ზელენსკი იყო ერდოღან თურქეთში ჩასული ერდოღანთან მოლაპარაკებაზე. ანუ ერდოღანმა პირდაპირ თქვა პუტინთან საუბრისას, ნუ რაც გავრცელდა, რომ სტამბოლი მზად არის, რომ თქვენ შეხვედრას უმასპინძლოს. უკვე მერამდენეთ. ანუ ჩვენ ხო გვახსოვს ის თავის დროზე ბუდაპეშტის სამიტი უნდა ყოფილიყო, გადაიდო, გადმოიდო, გაურკვეველი ვადით გადაიდო. არ ვიცით ახლა კიდევ დღის წესრიგში თუ იქნება თუ ამას მიაღწევს ორბანი, მაგრამ არ დაგვავიწყდეს რომ მაყურებელმა მსმენელმა ეს მშვენივრად იციან, რომ ზელენსკი ხო არ არის დამოუკიდებელი ამ თავის მოქმედებაში, მის უკან დგას ეს 3 თუ 4 მთავარი მოთამაშე ევროპის, ხო, ბრიტანეთი,
გერმანია, საფრანგეთი და ევროკავშირი ურსულას სახით, ხო? ბრიუსელის ევროკრატიის სახით. ანუ საკმაოდ რთული მოზაიკაა, მაგრამ აი ამ მოზაიკაში თავისი, ასე ვთქვათ, გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას ტრამპმა. კიდე ერთ-ერთი მიზეზი, რაზეც მინდა ხაზი გაუსვა, რატომ ეჩქარება ტრამპს, ასე, ულტიმატუმის ვადა გავიდა გუშინ, ხომ? 27-მდე იყო, რომ ზელენსკის უნდა მოეწერა ხელი. ტრამპს ვიცით, რომ ზე ამბიციური ადამიანია, პატიმუხვარი ადამიანია, ესეთია ბავშვობიდან, დიდარ ოჯახში გაზრდილი და ფუფუნებაში, მას ძალიან სურს, რომ მომავალ წელს მიიღოს ნობელის მშვიდობის პრემია. იმისათვის, რომ მომავალი წლის ნობელის მშვიდობის პრემია მიიღო, წელსვე უნდა გააფორმო უკრაინასთან შეთანხმება. ეს ჩემი ვერსია კი არ არის, რომ რაღაც ახასიათებთ ჩემ კოლეგებს ხოლმე, რომ საკუთარი ვერსიები მე ვკითხულობ იმ მეინსტრიმულ ანალიტიკას, რაც ამერიკაშია, რაც დასავლეთშია. ანუ ეს ერთ-ერთი მთავარი მომენტი, როგორც ითქვა last but not least, უკანასკნელი და არა მნიშვნელობით უკანასკნელი არის ეს. არ გამოურიცხოთ, რომ დეკემბრის ბოლომდე, ანუ დეკემბრის ბოლომდე კი არა, დეკემბრის შუა რიცხვებამდე ხა 18-19 დეკემბრის მერე ეს ეგრეთ წოდებული ქრისმასობანა იწყება და აღარ ცალიათ პოლიტიკისთვის არავის. ესეც უნდა. ანუ ძალიან რთული აქ სიტუაცია და ისიც ვთქვათ, რომ აი ამ ხელმოწერამდე, უпроსტოდ ულტიმატუმის ვადის გასვლამდე, სამშაბათს რუბიოს ჰქონდა სხვადასხვა წყაროების მიხედვით რამდენიმე ევროპელ კოლეგასთან სატელეფონო ზარი, კაია კალასთან რო არ ექნებოდა ეს ვიცით უკვე, რამდენიმესთან ალბათ იქ საფრანგეთი იქნებოდა, ბრიტანეთი, სადაც უთხრა, რომ ტრამპის პოზიცია სანამ ხელს არ მოაწერს, ზელენსკი ვაშინგტონში ვერ ჩამოვა. სანამ ხელს არ მოაწერს, უსაფრთხოების გარანტიებს ამერიკა არ გასცემს. ანუ ეს კიდევ უფრო მკვეთრი სიგნალი და ულტიმატუმია, ხო? ასაკეთებს ამ დროს ევროპა, ანუ ამერიკის უსაფრთხოების გარანტია, ეს არის უწინარესად სადაზვერვო ინფორმაცია. სადაზვერვო ინფორმაცია რა არის? სატელიტური თანამგზავრული ინფორმაცია, როდესაც უკრაინაში ევროპიდან მიწოდებული რაკეტები, ნავიგაცია და მიზანში, ასე ვთქვათ, ამოღება ხდება ამერიკული სადაზვერვო სატელიტური ინფორმაციით. აი მთელი კასკადია ამ ინფორმაციების და საკითხების, რასაც ეხლა ჩვენ რო ეთერში ვლაპარაკობთ, შეიძლება ამ დროს მის მერე საღამოს, ამერიკაში ჯერ დღე არის, დილა ადრიანია, შეიძლება კიდე ბევრი რაღაცა შეიცვალოს და თან არ დაგვავიწყდეს ზაზა, რომ ის რაც ხდებოდა ადრე მოლაპარაკებების პროცესი, ხო? გვახსოვს ეხა ყველას, ვინც პოლიტიკაში ვართ ჩართული, ვადევნებთ თვალყურს, არ არის აუცილებელი ჩართული იყო, ვინც ყოველთვის იყო ასეთ საუბრები კონფიდენციალური, ხო? ჩაკეტილი, ხარებს შორის რა ხდებოდა, რა ემოციები იყო და ეხლა ინტერნეტში ცირკულირებს, მართლა ფრიალებს ეს სხვადასხვა ვერსიები, ერთზე იტყვიან ყალბია ფეიკია, მეორეზე იტყვიან არა, შემდეგ სატელეფონო საუბრები და ამ სატელეფონო საუბრებზე აუცილებლად მინდა ვიტკოფი უშაკოვის თქვა, რომ იყო ასეთი კარგი ანალიზი ბრიტანულ მედიაში, ძალიან აქტიურობენ ისინი სხვათა შორის, სადაც იყო ხაზგასმული, რომ ვის შეეძლო WhatsApp აპლიკაციით სატელეფონო საუბრის მოსმენა. უცხო ქვეყანაში, ანუ რუსეთი და ამერიკა. თუ ასეთი რაღაცა უკრაინას აქვს, ასეთი საშუალებაო, თუ ვიღაცა მისცაო, ვერ გაბედავდაო. თუ წაასწრესო ამერიკელებმა ძალიან დიდფას გადაიხდიანო. დიდი ალბათობით შესაძლოა ეს იყოს გერმანია ან დიდი ბრიტანეთი, რომლებსაც აქვთ ეს სადაზვერვო, ასე ვთქვათ, რესურსები ტექნიკური, რომ უცხო ქვეყნის, აი მე და თქვენ რო ვილაპარაკებთ WhatsApp-ით, თუ დაინტერესდნენ, აუცილებლად მოგვისმენენ, ჩაიწერენ, გაშიფრავენ და ასე შემდეგ. ასეთი რამდენიმე ქვეყანაა: გერმანია, ბრიტანეთი, ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი. ჩინეთს ვხედავთ, რომ საერთოდ ესეთი ნეიტრალური პოზიცია, დამკვირვებლის პოზიცია. ამერიკა, რუსეთი ამას 100 წელი არ გააკეთებდნენ, თუ არა რომ რამე ინტერესიც იყო, მაგასაც თუ არა, ასე თქვათ, შესაძლოა რუსეთის ინტერესიც იყო, რომ მე ასე მჭიდროდ ვარ თეთრსახთან. ჩვენებინა? კი. ან ტრამპზე გაბრაზებული ვინე სადაზვერვო ოფიცერი, მაღალჩინოსანი,
ეგრეთ წოდებული deep state-ის წარმომადგენელი, ანუ ეს ვერსიები, რომელსაც დასავლური, ესე ვთქვათ, ანალიტიკოსები განიხილავენ. ანუ საკმაოდ საინტერესო რაღაცაა და რის ხაზგასმა მინდა რომ ეს მოლაპარაკებათა პროცესი უნდა იყოს დახურული, ჩარაზული, კონკლავივით უნდა იყოს და ვერ ხედავთ ეს social ქსელში, online რეჟიმში ტელეფონიდან გაიგებ რა ხდებოდა მოლაპარაკებათა პროცესზე, ვიღაცა კალამდი დაამტვრია უკრაინის წარმომადგენელმა, ყველაფერს გებულობთ სოცქსელებიდან და ინტერნეტიდან. კი, სიჭრელი ახაც იგრძნობა კი, საკმაო. სხვანაირი თამაშის წესები არის თითქოს რა. შეიძლება ესე ეპოქალურია, ვერ გაიგებ. დაუბრუნდეთ ჩვენ რეალობას. კი ბატონო. დღეს 28 ნოემბერია. ერთი წელი გავიდა ზუსტად, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ის ცნობილი განცხადება, როცა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს საქართველოს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს. ამ პერიოდამდე ჩვენ საშინაო დავალებებს შევასრულებთ და ეს არის ის პერიოდი, რომელზეც გაცხადებული აქვს ევროკავშირს, რომ დავიწყებთ მოლაპარაკებებს და თუ მანამდე არაპირებს, ჩვენც ასე ვიმოქმედებთ. ამას რაც მოყვა, ახლა ამის გახსნებას არ დავიწყებ. ამ პროცესების ერთგვარი გვირგვინი იყო ალბათ 4 რიცხვი, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა და ის პროცესი იქიდან მოყოლებული გრძელდებოდა. 4-ში დაიწყეს, 20-ში დაამთავრეს, ხო? დღეს ასე ვთქვათ, ამ თარიღს კიდევ ერთხელ ოპოზიცია ამბობს, რომ გამოეხმაურებიან კიდევ ერთი აქციით და მეორეს მხრივ ჩვენ ვხედავთ იმ მოცემულობას, როდესაც ოპოზიციური ფრთის დიდი ნაწილი ამბობს, რომ ბოიკოტის რეჟიმში უნდა ვიყოთ და იგივე თვითმმართველობის არჩევნებში მათ არ მივიღეთ მონაწილეობა. გარკვეულ მონაწილეობა თქვა, რომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. მერე გარკვეულ მონაწილეობა ოპოზიციისა ახლა ერთი წლის გავლის მერე თქვა, რომ მოდი მე პარლამენტში შევალ, იქიდან გავაგრძელებ საქმიანობას და მოკლედ აი ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით ჩვენ დავინახეთ პროცესები ზოგადად და პოლიტიკურ შიდა პოლიტიკურ მოცემულობას თუ მიმოვიხილავთ, დავინახეთ თითქოს იმ პერიოდში გაერთიანების ელემენტები იყო ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის ლიდერობის ფაქტი და ამბავიც გვახსოვს, რომელიც დასრულდა მის პრეზიდენტობის ვადასთან ერთად და ხედავთ, რომ გაერთიანების ნაცვლად უფრო მეტია დაქსაქსულობის ელემენტები ოპოზიციაში. და მომავალი 3 წელი წესით არჩევნები არ აქვს, რამე რიგ გარეშე არ დაინიშნა. თქვენი შეფასება დღევანდელი პოლიტიკური, შიდა პოლიტიკური პროცესების ამოცემულობისა და რა პერსპექტივას ხედავთ იგივე ოპოზიციური ველიდან ან მათი აი ამ სივრცეში თუნდაც ახალი აქტორების გაჩენის თვალსაზრისით. ბევრჯერ თქვა ძალიან ბევრ ეთერებში და ბევრ მედია საშუალებებში, რომ ეს პროცესი კობახიძეს ნამდვილად არ გაუჩერებია და ამას წინოძღოდა ის ოფიციალური კომუნიკაცია ბრიუსელიდან ივნისის თვეში კობახიძემ ეს გამოაცხადა 28 ნოემბერს ხო და ეს რომ არ ყოფილიყო პოლიტიკური შანტაჟის მომენტი და არანაირი ასე ვთქვათ სპეკულაციები რო არ ყოფილიყო, როცა იქნება მზად გაფართოების ეს კარები გაიღება თუ ტალღა და რაც იქნება, მზად ვიქნებით. შემდეგ მოყვა ამას პროტესტი, როგორც ხდება ხოლმე რაღაცა დეზინფორმაციებზე, манипуляციებზე, მასების წამოგება და შემდეგ მივხვდით, რომ დავინახეთ უბრალოდ რომ გააცნობიერა ხალხმა, რომ რა არის რეალობა და ამ პროტესტმა გავწიოთ გვერდზე ეს ოპოზიციური კინკლაობა, დაიწია საგზნობა დაიწია, ხო? 1000 ჯერ დაიწია რაოდენობამ, ხო? თუ არა მეტჯერ, რომ მიხვდნენ რა, რომ ასე არ არის საქმე, როგორც აცხადებენ манипуляტორები, გინდა რადიკალური ფრთიდან, გინდა მათი მფარველებიდან ბრიუსელის მხრიდან. ოპოზიციაში დაქსაქსულობა ეს სიახლე ნამდვილად არ არის, ყველა მიეჩვია აი ამ ცრუ დაპირებებს, ცრუ ულტიმატუმებს, ბაქიბუქებს, სადღეგრძელო მოწოდებებს და ასე შემდეგ. დღესაც დღევანდელი შეკრება ახლა არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი შეიკრიბება, რას იზამენ, როგორ იზამენ, ჯაჭვს გააკეთებენ პარლამენტის გარშემო თუ ასე შემდეგ. გამოხატვის თავისუფლება დაცულია, ამას ხედავთ 1 წელია უკვე, ხო?
მაგრამ როდესაც ირღვევა კონსტიტუცია და როდესაც ღობეს ანგრევ თუ ღობე აქეთ თავს ესხმით მათ, ნუ სასაცილო ასეთ ვერსიების ასე თქვა ფრიალი, ნუ იქ ხისტი ძალა კანონიერი პოლიციური იქნება ყოველთვის ნებისმიერ ქვეყანაში. გაბედონ ერთი და დაეჭიდონ თეთრი სახლის ღობეს. იქ ტყვია მოხდებათ და არა გაზი და წყალი. ეს დაგსაქსულობა იქიდან გამომდინარეობს, რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან. თვითონაც არიციან, აი მოდით აი ცოტა ჩავშალოთ, ხო? ახლა ზოგადი შეფასებებიდან ჩავშალოთ. ლელო არ ცნობს პარლამენტს, მაგრამ ცნობს იმ ეგრეთ წოდებულ რუსულ ცესკოს, რომელიც ჩარჩანაც იყო, წელსაც იყო. და ამიტომ ადგილობრივ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და ანუ ლელოს ხმები დაუთვალა ეგრეთ წოდებულმა რუსულმა საქართველოს ცესკომ. იმას ცნობენ, ამას არ ცნობენ. გახარიას პარტია კიდევ თლათ უარესია. არ ცნობენ ამ პარლამენტს, იძახიან ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი, ეგრეთ წოდებული პარლამენტი, მაგრამ ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილის სახელზე დაწერეს, რომ გთხოვთ ცნოთ ჩვენი მანდატები. ნუ ეს ხომ საბავშვო ბაღიც აღარ არის. პოლიტიკოსებს ეს შეეფერებათ და კიდევ ის აი კონგენიალური კრეტინობა, რა სხვანაირად ვერ იტყვი, რომ 8%-იანი ლეგიტიმაცია იმ საპარლამენტო არჩევნებში ლეგიტიმურია, რაც მიიღო გახარიას პარტიამ, დანარჩენი არალეგიტიმურია. ნუ აი იცით რა არის ახლა მე რომ მყავდეს ეგეთი სტუდენტი პირველ კურსზე, იმას ვეტყოდი, რომ წადი შვილო, შენი საქმე არ არის პოლიტექნოლოგიის სწავლა და პიარი და ასე შემდეგ. წადი რა, სხვა საქმეს მიხედე, ხელობას მიხედე ან ტექნიკურ იმებს. ნუ არ შეიძლება ხალხს ასე შენ მიმდევრებს თუ ამორჩევებს ასე აბრიყვებდე, ხო? ლელოზე ვლაპარაკობ და გახარიას პარტიაზე. ეხლა ამ ნაცებში რა ხდება? თვითონ თუ იციან ის მელია სააკაშვილს დაუპირისპირდა, ის რა ქვია ჩერგოგიგას დაუპირისპირდა, ეს იმას აძახებენ ერთმანეთს და ამას ხო ხალხი უყურებს და ხო ხედავთ ჩვენ, კი ბატონო, არის ძალიან უხეშად ვიტყვი, ხო? 50%-ზე მეტი, ხო? მოდის არჩევნებზე, მაგრამ ის და ამ 50%-ზე მეტში 50%-ზე მეტს იღებს ქართული ოცნება, ხო? იმ 50%-ზე ნაკლები რო არ მოდის, რატო არ მოდის? იმიტომ რომ ნუ უყურებს ამ სიგიჟეს, რაც ხდება ოპოველზე და მე კარგად მესმის, იმიტომ რომ 4 ვადით რომ მოვა ერთი და იგივე პარტია მართლობაში ცვდება ისა და რა თქმა უნდა, ნუ არ მოგწონს უკმაყოფილო ხარ ნებისმიერ, რაც არ უნდა საყვარელი ლიდერები და იდეალური ლიდერები და პოლიტიკოსები არ გინდა, ხო? ნუ ესეთი პრეცედენტები თუმცა არის. გერმანია გავიხსენოთ, მერკელი, გავიხსენოთ, ასე თქვათ, კიდევ უფრო ადრე ბრიტანეთის მმართველები, გავიხსენოთ ახლა ორბანი. მაგრამ აი ჩვენ შემთხვევაში, როდესაც აი ესეთი პოლიტიკური აჯაფსანდალი არა ბოდიში მსმენელთა დომხალს რო ხედავე, ვის უნდა მისცეს ხმა, ხო? იქ ის კი არ არის რომ გადაფხიკე და ნაცი დაინახე, პირდაპირ ნაცი ჩანს, ხო? ანუ რატ უნდა იყო ორიენტირებული და სწორებაზე უნდა იყო რომ იგივე მესიჯი გაიმეორო, რასაც ამბობს სიტყვაზე ხაბეიშვილი თუ ანი წითლიძე, ხო? რატო რა კრეატიული არ ახარ და არ არიან კრეატიულები. ჩემი ღრმა დაკვირვები და პოლიტიკაში ვარ 95 წლიდან სააკაშვილს და ოქლაკთა კავშირში იყო სააკაშვილი, შემდეგ ნაცმოძრაობაში. ნაცმოძრაობას რევოლუციამდე და სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყავდა ძალიან ძლიერი უცხოელი მრჩევლების გუნდი. იქ იყო კუნინი, ნილს კროსი, სერიოზული კონსულტანტები. ფრანგები, გვარებს კათხარტი არ მახსენდება, მაგრამ ვიცი ვინც იყვნენ, ხო? ამერიკელები, ფრანგები, შვედები, კიდე სხვა ესტონელები და ესენი იყვნენ აი ამათი აზრების და პოლიტექნოლოგიების გენერატორები. საკმაოდ კარგი ხელფასი იღებდნენ, ისიც ვიცით, ხო? ლობიზმზე რა იხარჯებოდა საზღვარგარეთ და კიდე აქ რა ხელფასები ქონდათ და მატერიალური ბენეფიტები და ესენი იყვნენ ამათი ერთ-ერთი მთავარი გონი. ესენიო ჩამოცილდნენ, როგორც კი სააკაშვილი წავიდა და ნუ უკვე აღარ უხდიდა ფულს და პრეზიდენტი არ იყო და ისე. ხედავთ, რომ როგორი შიშველია ნაცმოძრაობა კრეატიული იდეებისა და
პოლიტექნოლოგიური თვალსაზრისით და დაუბრუნდნენ ისევ იმ 2003 წლის სახელმძღვანელოს და უკაცრავად პოლიტიკა კი არა, ტექნოლოგიები და ყველაფერი დიზაინი იცვლება აი ამ 2003-დან 25 წლამდე და ისევ თუ იქ ახარ ჩარჩენილი და არ ვიცი მარქსიზმ-ლენინის კითხულობდა ამ დროს სოფლიოში რა ხდება და ესე უყურებ ვერ წახვალ შორს და ეს 3 წელი მე ზაზა ვიტყოდი რომ კარგი იქნება იმ თვალსაზრისით რომ როგორც მოსალოდნელია უახლოეს თვეებში როცა მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო ამ 3 პარტიის აკრძალვას გარკვეულწილად ეს დაილექება ეს პოლიტიკური ველი და ეს დომინანტობა რომ უკვე აღარ ექნებათ ამ ნაცმოძრაობას და მის სატელიტ პარტიებს ოპოზიციურ ველზე გამოჩნდებიან ის მემარჯვენე მემარცხენე ძალები რომლებიც ძალიან მინდა მე შენ ნებისმიერ მოქალაქეს რომ უმწვავესი დებატები ვიხილოთ მინისტრსა და ჭრილოვან ასე ვთქვათ კაბინეტის მინისტრს შორის კონკრეტულ თემაზე და არა რუსო გაგანადგურებთ ესეთებო ისეთებო ასეთებო ეს არ არის პოლიტიკა ხო ეს არ არის პროევროპული პოლიტიკა ეს არის აი რაღაცა ბანჯუსტანის რაღაცა ჯურღმულებიდან ამოძახილია რა და მე არ მინდა ეგეთ პოლიტიკა და ამას წინათ გერმანელ ჟურნალისტებთან მქონდა ინტერვიუ რა არის თავარი პრობლემა ქართულ დემოკრატიაში კონსტრუქციული ოპოზიცია რო არ არის მეთქი აი ეს არის პრობლემა იმიტომ რომ მართველი პარტია არ არის ფორმაში ამ შემთხვევაში როდესაც მას უნდა ეკამათო ეპაექრო პუნქტებრივად ნებისმიერ პოლიტიკაზე ხო აი პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია იყო ხო ამათ ამ საკითხებზე და იქ რა შეძახილები იყო აი ამ გახარიას პარტიისგან ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი თქვენ დააქციეთ პარტია თქვენ დააქციეთ ქვეყანანო ეკამათი ამ თემებზე და ნუ აი ეს კიდე ეგ რაღაც ეგრეთ წოდებული არაბიზაცია ეგრეთ წოდებული ფიქტიური ნუ ეს ხალხი მე მგონი სხვა სამყაროში ცხოვრობს მაგრამ არ ცხოვრობს ბევრი მათგანი აი ვინც არის აი ამ ტყუილების ასე თქვა გამავრცელებელი შოვნივრად იციან რა ხდება ამაში საამიროებში როგორ ის და კიდევ ერთხელ უნდა ითქვას იგლ ჰილსი არაბიზაციაზე რომ ლაპარაკობენ იგლს ჰილსში ძალიან ნიშნულოვანი უпроსტორ ემარში მის ასე ვთქვათ ძმა კომპანიას ძალიან ნიშნულოვანი ბიზნეს ინტერესები აქვს ჯარეთ კუშნერს ტრამპის სიძეს ჯამი ჭურჭელია ჯეჯილი ბიბინებს ჯარეთ კუშნერი გაარაბებულია ან მისი მეუღლე ივანკა ნუ აი ასეთ იდიოტებთან როცა გვაქვს საქმე მე პოლიტკორექტული ვერ ვიქნები აი ასეთ ფსევდოებთან და მანიპულატორებთან როდესაც არაბიზაცია მეჩეთები და ნუ აი სიბნელე და უკუნი რა მაგრამ მოეთხოვება იმას ვინც ეს იცის და ხალხზე მანიპულირებს და საიდუმლო კონტრაქტი წერია მე საიდუმლო კონტრაქტი არის ხო ლელოს რა ქვია თაღლითების როცა ჩააგდეს ის კონტრაქტი ანაკლიაზე საიდუმლო კომერციული იმიტომ არის რომ დაიცვა როგორც ინვესტორის კომერციული ინტერესები სხვაგან რომ მას კონდეს სავაჭრო ისევე როგორც შენთან როცა ახალი ინვესტორი მოვა იმან არ უნდა იცოდეს ეს რა ფასად რა სყიდულობს და ასე შემდეგ შენ თავის და ეს მაღაზია არის და არანაირი მინარეტები და ის ჩადრები და სისულელეები ნუ აი რომ ისაო არა ფიქტიური არის კიდევ ერთ ახალი რაღაც სისულელე გამოაცხო ლელო ფიქტიური არის ხო ფიქტიური იყო თავის დროზე კიუ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მაგრამ ხედავთ ეხლა რა დონეზე გავიდა. ნუ აი შეუძლებელია მართლა ვამბობ, აი ასეთი აბსოლუტურად არადეკვატური ოპოზიცია უნდა მოშორდეს ქართულ საზოგადოებას და ქართულ საზოგადოება იმსახურებს კონსტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც აი ისრებით პოლიტიკაზე ესვრის მართლ პარტიას. მე იმედი მაქვს, რომ 2028 წელს კოალიციური მთავრობა ყოლება, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი ოცნება ვისთან ერთად იქნება, ორი იქნებიან თუ ერთი პარტია იქნება. არ ვიცი. გასაგებია. ნუ ამას დრო გვიჩვენებს, ამასობაში ჩვენი საერთო დრო ამოიწურა. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ. გისურვებთ, ბატონ გიას და ჩვენი დიალოგი რადიო ონდის Facebook გვერდზე ეთერდება.